ეს არ გახლავთ მხოლოდ ერთი სექტორის და ინდუსტრიის მიერ დანახული დიზაინი. ჩვენთან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მოიყარეს თავი: მხატვრებმა, დეველოპერებმა, კინორეჟისორებმა, საიუველირო ნივთების დიზაინერებმა. ეს კი ჩემი აზრით ნამდვილად ქმნის ერთიან სურათს იმისა, თუ რა შეიძლება გააცოცხლოს დიზაინმა. დოჰა ძალიან სწრაფად ხდება შემოქმედების მსოფლიო ჰაბი, რასაც კიდევ ერთხელ ადესტურებს ინოვაციისა და დიზაინის სამიტი. ეს ღონისძიება ბევრად მეტია, ვიდრე დიზაინის ზეიმი. ეს არის ადგილი, სადაც თამამი იდეები ხორცის ხამს და მთელ მსოფლიოზე ახდენს გავლენას. ეს ინტერაქტიული ფორუმი თვალის დახამხამებაში იქცა ისეთ ღონისძიებად, რომელსაც აუცილებლად უნდა დაესწრო და რომელზეც იკრიბებიან დიზაინის, ბიზნესისა და ინოვაციის სფეროს ბრწყინვალე ტალანტები. დოჰის დიზაინის უბანი ჩვენი კომპანიის Msheirab Properties ერთ-ერთი ინიციატივაა, რომელსაც იმიტომ მოვკიდეთ ხელი, რომ დიზაინის ირგვლივ დიალოგი დაწყებულიყო და ერთგვარი კატალიზატორის ფუნქცია შეესრულებინა ამისთვის. გვინდა ამ პროექტში ახალგაზრდა ტალანტების ჩართვა, რომელთაც ახალი იდეები აქვთ. გვინდა დავეხმაროთ მათ. ამიტომ შევქმნით ეს პლატფორმა, რომელზეც უნდა გადაიჭრას არქიტექტურასთან, მდგრადობასთან, ტექნოლოგიებთან, პროდუქტის დიზაინთან და ტურიზმთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები. წლევანდელ სამიტზე განიხილეს თუ როგორ ცვლის შემოქმედებით პროცესს ისეთი ინსტრუმენტები, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტი და კვანტური კომპიუტერი. ჟერონ ვანდერმოსტი ხელოვნების ისეთ ნიმუშებს ქმნის, რომლებიც მთელი მსოფლიოს მუზეუმებშია გამოფენილი. დღევანდელ ციფრულ ეპოქაში მჯერა ისეთი ღონისძიებების, როგორიც დღეს გვაქვს, რომელიც თავიდან ბოლომდე ეძღვნება ადამიანების ურთიერთკავშირსა და ერთად ყოფნას. მე ციფრული მხატვარი ვარ და ყველა ტიპის ახალ ტექნოლოგიას ვიყენებ მუშაობის დროს. ჩვენ ვქმნით ისეთ ინსტალაციებს, როგორც შექმნაც დამოუკიდებლად შეუძლია კომპიუტერულ სისტემას. ეს შეიძლება იყოს ძველი ოსტატების ნახატების ახალი ვარიანტი, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი ქმნის. თუმცა გაცილებით დიდი პროექტის ფარგლებში, რომელზეც ბოლო 2 წელია ვმუშაობ, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით კარტოფილისა და ბროკოლისათვის ისეთი დონის რეკლამას ვაკეთებთ, როგორც პრადას პროდუქტს უკეთდება. ეს ხელოვნური ინტელექტი ბოსტნეულის გამოყენებით უაღრესად მდიდრულ სურათებს ხატავს. All sorts of luxurious imagery based on these vegetables. ტექნოლოგიის გარდა გაიმართა მწვავე დისკუსიები არქიტექტურის, მდგრადობის, ტურიზმისა და პროდუქტის დიზაინის საკითხების ირგვლივ. გამოსვლებმა ხაზი გაუსვეს, რომ ინოვაცია მხოლოდ ესთეტიკას არ გულისხმობს და რომ მან მსოფლიოს დიზაინის ინდუსტრიის წინაშე მდგარი ყველაზე სასწრაფოდ მოსაგვარებელი პრობლემები უნდა გადაჭრეს. კუბეითსა და რეგიონის სხვა ადგილებში ძალიან ბევრი კომპანია გვთავაზობს ერთსა და იმავე სერვისს, ერთგვარ ტრადიციულ ინჟინერულ მიდგომას. ჩვენ გადავწყვიტეთ უფრო ბუტიკურ ნიშაზე ორიენტირებული არქიტექტურული სტუდიის ბიზნესში გვეცადა ბედი, რომელიც უფრო მაღალი კლასის დიზაინს შექმნიდა, როგორც ჩემი აზრით აკლია რეგიონსა და ბაზარს. პანელის მონაწილემ და ავტორმა საუდის არაბეთიდან მანალ მარველოსმა სამიტზე თავისი უნიკალური ხედვა წარადგინა, რომელიც ეფუძნებოდა მის გამოცდილებას მოდისა და ცხოვრების წესის ინდუსტრიაში. მიუხედავად იმისა, რომ დამსწრე საზოგადოება სხვადასხვა სექტორს წარმოადგენს, დიზაინის კუთხით ეს ძალიან ინფორმატიული და სასარგებლო შეხვედრა გამოდგა ჩემთვის. დღეს ვაპირებ საინფორმაციო პროდუქტის შექმნაზე ვისაუბრო, თუ რა უნდა გაითვალისწინო ბრენდებთან დაკავშირებით და როგორ ჩართო ადამიანური და შემოქმედებითი ფაქტორები შენს კონტენტში. ჩემი საინფორმაციო ბლოკი მხოლოდ მოდისა და ცხოვრების წესის ირგვლივ ტრიალებს. მე არ მყავს გუნდი, მარტო ვმუშაობ. თავსაფრებისგან შარვლები დავამზადე, დავჭერი თავსაფრები და მათგან კარგი შარვლები შევკერე. ჩემი აზრით ხალხმა სწორედ ამ ვიდეოთი გამიცნო. იმიტომ რომ ძალიან მალე ის ვიდეო 1,5 მილიონმა ადამიანმა ნახა. მე შევქმენი სამოსი მსახიობ ქალს საუდის არაბეთიდან ხაირა აბუ ლაბანს. მე და ჩემმა მეგობარმა დიდი სათევზაო ბადის მსგავსი ფერადი ჟაკეტი მოვხსოვეთ და ისე გავაფორმეთ ფოჩებით, რომ როდესაც მსახიობი მოძრაობს ან ცეკვავს, მასთან ერთად ეს ფოჩებიც ხტუნავს. სამიც რამდენიმე ყველაზე დახვეწილი ხედვის მქონე დიზაინერიც დაესწრო, მათ შორის კრისტელ ბეშარა, სახელგანთქმული თანამედროვე მხატვარი, რომელიც ცნობილია მრავალგანზომილებიანი ნამუშევრებით. კრისტელმა თამამი არტისტული ხედვით მოიპოვა მსოფლიო აღიარება. მის კოლექციებს ყველგან ნახავთ ტოკიოდან მაიამიმდე. მე შეზღუდული რაოდენობით ვქმნი ნამუშევარს, სტილოს გარდა ჩემი ხელოვნება ვირტუალურ სივრცეშიც გადავიტანე, რომელიც ხალხს გარს აკრავს და უზარმაზარ ვირტუალურ პროექტებს ვქმნი. მე ტრადიციული და ციფრული ხელოვნების კომბინაციით უნიკალური სტილი შევქმენი. ასე რომ ტექნოლოგია ჩემთვის არის დამხმარე ძალა, რომლის საშუალებითაც დავხვეწე ჩემი ნამუშევრები და ჩემი ბიზნესის სტუდიად ვაქციე. ჩემი ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარი დაახლოებით $16,000 ღირს. ეს ნახატი ორიგინალია, თუმცა მეორე ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარი შეუცვლელი ტოკენი, რომელიც $13,000-ად გაიყიდა, მხოლოდ ციფრული ფაილია. NFT that went to $13,000 and this is for a digital file. წლევანდელმა ინოვაციისა და დიზაინის სამიტმა წინ თამამი იდეები წამოწია მდგრადობით დაწყებული და სოციალური გავლენით დამთავრებული. ერთი რამ ცხადია, კატარი მხოლოდ დიზაინს კი არ წარმოაჩენს, არამედ მისი საშუალებით სტიმულს აძლევს ბიზნეს, ინოვაციასა და მომავლის ახალ ხედვას.